ერთად. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, YouTube, Facebook და TikTok მაყურებლებო. ეს Business Space-ია, მე მისი ავტორი სერგო ავსეჯანიშვილი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს მოკლედ ძალიან საინტერესო და ისეთი საყოველთაო თემა გვაქვს. ვისაუბრებთ ცივ იარაღზე. და რას გვეუბნება ჩვენ რეალურად კანონი, რომ ცივ იარაღი არ არის მხოლოდ ის, რაც არის იარაღად შექმნილი, არამედ არის ის, რაც შეიძლება იქნას გამოყენებული დაზიანებისთვის, ხო, ობიექტის დაზიანებისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი, ასე ვთქვათ, პოდკასტის ეპიზოდი არის, დღევანდელი ეპიზოდის წარდგენი არის DPT Consulting-ი, იურიდიული კომპანია და მინდა მიესალმო მის დამფუძნებელს, ჯონი ჩონიაძეს, რომელსაც უკვე კარგად იცნობთ, ყოველ ხუთშაბათს ხვდებით ერთმანეთს. ჯონი, მოგესალმები. მოგესალმები, მივესალმებით მაყურებელს, მსმენელს, მოგესალმებით თქვენ, ჩვენ სტუმარს. დღეს საუბარი გვექნება ცივი იარაღის შესახებ. დავიწყეთ. ხო, რა არის აკრძალული, რა არის დაშვებული და ამაში დაგვეხმარება ჩვენი ძვირფასი სტუმარი, მაღაზია ლესეს დამფუძნებელი, ფლობელი, ამ სფეროში პროფესიონალი ექსპერტს არ გამოვიყენებ, გიორგი. საკითხებიდან გამომდინარე, გიორგი ჩხაიძე. გამარჯობა. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმები მაყურებელს. მადლობა დიდი რომ დაინტერესდით ამ თემით და დრო დაუთვეთ ამ თემას. კეთილი იყოს ბენიფიხი. მადლობა. კი ბატონო. დღეს ძალიან საინტერესო ეთერი გვექნება, იმიტომ რომ ეს საკითხი საკმაოდ აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში. და ეს აქტუალობა მე ჩემ რეალობაში როგორ დავინახე რა. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი უყურებდა გიორგის ვიდეოს და ის მეგობარი ვინც უყურებდა საერთოდ კავშირში არ არის ცივი იარაღთან არანაირი ინტერესი არ გააჩნია და ესეთი ფრაზა აღმოხდა რომ ვაიმე ვიქტორინოქსის დანაო თურმე არ შეიძლება რომ კონდეს მანქანაშიო ხო და აქედან გამოიწვია ეს და გაიღიმა მანქანაში თუ გზავრობთ რამდენი დაფხარ იმედია ხალხო მშვიდობიანად გზავრობთ მოდი ჯერ წავიკითხოთ ცივი იარაღის განმარტება მე როგორც ეგრეთ წოდებული იურისტი ყოველ შემთხვევაში ფორმალური განათლებით შევეცდები კანონში ვიპოვო ცივი იარაღის განმარტება და ერთად ვნახოთ ცივი იარაღის განმარტება როგორი არის ერთი წამით მოკლედ იარაღის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად ცივი იარაღი არის იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით, ანუ ჩემი ფიზიკური ძალა ჭირდება და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. ანუ ხელით, ფეხით ან არ ვიცი, ფიზიკური ძალით ამოძრავებ ერთ ობიექტს მეორე ობიექტის დასაზიანებლად და ამავე კანონში წერია სხვათა შორის, რომ ფიზიკური პირის მიერ ცივი იარაღის დამზადება ერთი წამით ჩავიდე. ხო ცივი იარაღის დამზადება და ტარება, ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადატანა, გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე. საინტერესოა. საწყისი არის, რომ აკრძალული არისო ფიზიკური პირებისთვის ამ იარაღის შეძენა, შენახვა, რაც ჩამოთვალე მათ შორის ტარება და დაიშვებაო უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის საფუძველზეო. მე დაუბრუნდები მას რა ქვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს რომელიც სანქციას ადგენს ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით მაგრამ მანამდე გიორგისთან მაქვს შეკითხვა იმიტომ რომ ცივი იარაღების რეალიზაციას ახდენ გიორგი შეგიძლიათ მაგაში ხო დანის და ხელსაწყოების იცი რა დანა რატო არ ვიხმარე იცი რომ დანის დეფინიცია არ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობაში მაშინ გეტყვი ცივი იარაღზეც იმიტომ რომ ცივი იარაღი არ არსებობს მანამდე სანამ ექსპერტია დარწეს და კარგი შენიშვნა იყო კი ბატონო შეკითხვა რაში მდგომარეობდა ეს საქმიანობა როდესაც დაიწყე რაიმე ლიცენზია იყო ამისთვის საჭირო ვინმესგან ნებართვა აიღე ან რამე როგორ სამართლებრივ გარემოში მოხდი ჯერ ამ სფეროთი დავიწყოთ და მე გადავიდეთ მე გეტყვი მაგაზე ანუ ცივი იარაღი არ არსებობს სანამ ექსპერტია დაწეს შესაბამისად მანამდე ეს ყველაფერი არის უბრალოდ ნივთები აი არანაირი ნებართვა არ ჭირდება, არანაირი რეგულაცია არ ჭირდება, აი ელემენტარული ხა შემომტანებიც ვარ და შენ მოგვაქვს დანები და დანების სადგომებზე რო იბეგრება ხოლმე თქვა იქ რო რაღაც პლასმასში გადის, რაღაცაში გადის, იცნობთ ხო, დანებზე არანაირი რეგულაცია არ ვრცელდება, პირდაპირ შემოდის. ერთადერთი ეს ნივთი ხდება და როგორ ვთქვა, აკრძალული, როცა ნუ ექსპერტი დაწერს რომ ცივი იარაღი არის. დაჯერიმებაც მაშინ ხდება. შესაბამისად ბრუნვაში, სამოქალაქო ბრუნვაში არანაირი რეგულაცია არ ვრცელდება. კი ბატონო, ძალიან საინტერესო არის
და ახლა ვნახოთ ცივი იარაღის ტარება რას გულისხმობს, იმიტომ რომ ძირითადად კანონთან კონფლიქტი მოდის ამ მიმართულებით. მე ყოველ შემთხვევაში პრაქტიკაში არ შემხვედრია, როცა დამზადებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა ვინმეს, მე არ მქონია პრაქტიკაში, თორე შეიძლება არც გამიგია. შეიძლება იყოს ესეთი რეალობაც. და ძირითადად ეს ეხება რასაც ვაკვირდები, რაც მქონია გამოცდილება. აქვე მოგიწოდებთ რომ ნახოთ გიორგის Facebook გვერდი ლესე და ასევე YouTube-ზე გიორგი რა სახელით ხართ? YouTube-ზე ორი არხი გვაქვს, მედანეთ და ლესე გვაქვს და ორივეგან და ლესე და YouTube-ზე აქვს გადაცემა სხვათა შორის დისკუსიები. ბასრი დისკუსიები ქვია, ხო, საკმაოდ საინტერესო განხილვები აქვთ. მე ვთვლი რომ ძალიან ესეთი მოზომილი ინფორმაციული და ჩემი გამოცდილებით გიორგის ვიდეოებმა ბევრი რაღაც ამ სფეროში ესეთ კონცენტრაცია გააკეთა ინფორმაციის. და ძირითადად რითიც დავიწყეთ, ცივი იარაღის ტარება ეხება ხოლმე დანების ტარებას, როგორც წესი, ან ხელსაწყოების, ან ძალიან ბევრ ადამიანს, არ ვიცი, მანქანაში თუნდაც ვიქტორინოქსის დანა იგივე მულტი ხელსაწყო დავარქვათ ხო რა მულტი ხელსაწყო რა არ ვიცი აი ჩემთვის მაგალითად როგორც დანა არ აღიქმნებოდა მულტი თული არის რომელსაც ბევრ რაღაცას ვაკეთებ საჭიროებს შემთხვევაში და მოკლედ ტარება რას ნიშნავსო რომ ქუჩაში ეზოში სტადიონზე სკვერში პარკში საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასამართლოში აეროპორტში კინოთეატრში თეატრში აეროპორტშიო და დაგაბრუნებ მე თქვენ ვიდეოზე საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზე ცივი იარაღის ტარება. გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით მძიმე ცივი იარაღის კონფისკაციით. ანუ ცივი იარაღის ტარებაზე თუ დაიწყო სამართალწარმოება ჩემ მიმართ, სახდელს მაკისრებს საქართველოს პოლიცია და ახდენს ნივთის კონფისკაციას. ჯონი, ერთი კითხვა მაგანო, საუბარი არის ვიქტორინოქსზე თუ სამზარეულოს დანა, ერთნაირი ჯარიმა? ცივია, კი, ჯარიმა ერთნაირი. სანქცია ერთი არის 500 ლარი, არის აქვე შეცდომაში რო არ შეგიყვანოთ. ჩამოთვლილია გარემოებები ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციული სახდელდადებული პირი თუ არ რაც გულისხმობს შემდეგს, რომ მე თუ მოდი ჩვენ ენაზე, გასაგებ ენაზე რო ვთქვათ ადმინისტრაციული სახდელია ეს თუ დამაჯარიმეს ცივი იარაღის ტარებაზე და დაჯარიმებიდან ერთი კალენდარული წელი არ არის გასული. ამ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში თუ კიდევ შემაჩერეს ცივი იარაღის ტარებისთვის განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევა და შესაბამისად სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ასევე ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება სისხლის სამართლის დანაშაულია, პირის, რომლის მიმართაც გამოცემულია შემაკავებელი ან დამცავი ორდერი. ამ ორდერის მოქმედების პერიოდში ცივი იარაღის ტარება სისხლის სამართლის დანაშაულია, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლები პირის მიერ ცივი იარაღის ტარება სისხლის სამართლის დანაშაულია. და სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს შესაბამის პასუხისმგებლობას, მაგრამ ზემოთ რომ ჩამოთვალე პარკი, ბაღი, სკვერი, აეროპორტი და ასე შემდეგ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება თუ ჩამოთვლილია რომელიმე გარემოება არსებობს, არ წარმოადგენს სამართალდარღვევას, ანუ აღარ წარმოადგენს. მაგალითად, ვარ აეროპორტში მაქვს დანა, რაც იქ ეწერა, ვატარებ დანას, მაგრამ ეს მჭირდება პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნისთვის, საკვების მომზადების ან და მიღების მიზნით, პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით, ნადირობის, თევზაობის, მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან მესაქონლეობის განხორციელების მიზნით, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი. ამ დროს ცივი იარაღის ტარება არ არისო სამართალდარღვევაო კოდექსი გვეუბნება და თუ ის ამ ტანისამოსის ნაწილი, ანუ ხანჯალი გულისხმობა მაგას. ხო. და ცივი იარაღის ტარებაო გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი უჭირავს ხელში. ხელში მაქვს და ეს დავდივარ. მიმაგრებული მაქვს სხეულზე, ჩასადებში მაქვს, ჩამოკიდებული მაქვს. ინახავს ტანსაცმელში, ჯიბეში და შემდეგ, ან ფლობს იმგვარად, რომ შეუძლია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება. ან მაგიდაზე მიდევს, ანუ სადაც მუშაობ და დაუყოვნებლივ შემიძლია ავიღო, ან არ ვიცი, რა ქვია,
ეგრე ხო შეიძლება ოჯახშიც ჩანდოს და დაუყოვნებლივ. ხო, ნახეთ ოჯახზე არ გავრცელდება, იმიტომ რომ ჩამოთვლილი არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია, სახლის გარეთ. სამსახურის კერძო სივრცის გარეთ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ვიტყვი, არ დამავიწყდეს. ნუ იმდენად ბუნდოვანი არის ეს ყველაფერი, რომ პრაქტიკა არის, თავი პრაქტიკაში როგორ მუშაობს რა და ჩემი მეგობარი დააჯარიმეს დასახლებული პუნქტთან შორს იყო, მიზანში ისროდა და პოლიცია რომ მივიდა, რას ისროდა მით? მიზანში ისროდა იარაღს ისროდა ჩვეულებრივად დასახლებულ პუნქტზე ყველაფერი კანონიერად რა და დანაზე დააჯარიმეს, იმიტომ რომ ჩვენ უკვე რო ვართო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი არის ეს. ხო. გასაჩივრებულიც აქვს და ვერ მოიგო. მესმის კომიკური სიტუაცია არის მესმის, მაგრამ პრაქტიკაში ეგრე არის. ვიცით რა არის? საზოგადოებრივი მოდი ჯერ რა შეკითხვა მინდა გიორგი მეტნაკლებად და მე მგონი ძალიან კარგად ერკვევა იმაში თუ რა არის ცივი იარაღი კანონი რო გადავთარგმნოთ, ეხლა შენი ექსპერტიზა გვჭირდება, სერგო, რა გაიგე იქიდან რა წავიკითხე. ძალიან ბევრი ბუნდოვნება, რა გიჩენ შეკითხვის ნიშანს. მე კითხვით ვეგიპასუხებ რა. ეხლა მოდის პიკნიკების პერიოდი, ხო? და ეხლა ამ კანონიდან და აი ამ ფორმულირებიდან გამომდინარე, მე შეიძლება ნუ წავიღო პიკნიკზე რაღაცა დანა, ხო? იმისათვის რომ გავჭრა თუნდაც პროდუქტი. ხო უნდა მივიტანო იქამდე. კი, რა თქმა უნდა, მეტიც უფრო მნიშვნელოვანი. გიორგი ყიდის ჯარიმდები სანამ პიკნიკზე მივალ. ვისაუბრებთ მაგაზე, სანამ პიკნიკზე მივალთ, იქ რა ხდება, სახელდა რომ გამოხვალ და იქამდე რომ მიხვალ მაგაზე ვისაუბრებთ და რა შემთხვევაში ჯარიმდები გეტყვით, ვიტყვით, უბრალოდ პრაქტიკას მიმოვიხილავთ და დაზუსტებით ვერაფერს ვერ ვიტყვით. უბრალოდ განვიხილავთ რა რეალობა გვაქვს და შევეცდებით რაღაც რეკომენდაციებიც მოგცეთ ამასთან დაკავშირებით, რამდენად ის იქნება. რამდენადაც შესაძლებელი იქნება. ხო, მეტიც ანუ გიორგი ყიდის ნივთებს მე მოქალაქე მივიდივარ ვყიდულობ ნივთს და მაღაზიიდან როგორც კი გამოვალ ეს ნივთი შეიძლება აღმოჩნდეს ცივი იარაღი და ჩამომართვან. გიორგი ყველაზე ძვირიანი ნივთი თუ შეგიძლიათ რა თქვენთან რა ღირს მაღაზიაში. ჩვენთან ნუ 18000-იანი გქონია. 18000 ლარი შეიძლება გადავიხადო ნივთში და ნივთი თუ ცივი იარაღია. ჯერ ნივთია, ხო შევთანხმდით რომ ნივთს ყიდულობთ. არა, ისე გაიარა უკვე ექსპერტიზა. და არის შემთხვევები რომ ძალიან ძვირფასი განებით და ანუ მარტო მატერიალურ ღირებულებაზე არ არის, ანუ იმდენად ხშირად მიწევს სიარული შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საჩივრების შეტანა და რაღაც რამდენიმე შევსწრები ვარ რომ აი ძალიან გულდაწყვეტილები მოდიან ხოლმე რომ ანუ ძვირფასი არის თვითონ მანქანაში ედო და თქვა მამის დანატოვარი არის და ანუ ალბათ შევეხებით მაგ პუნქტებსაც რომ ეს კონფისკაცია ცალკე თემა არის, ანუ ბევრი პრობლემა აქვს ამ კანონს და მანქანაში ქონდა მამის დანატოვარი სამახსოვრო ნივთი მამა აღარ აყავს სახეზე და ჩამოვართვა სახელმწიფომ და ნუ არ ვიცი მე ალბათ უნდა გაანადგუროს. ხო, ზოგი შეიძლება კოლექციისთვის აგროვებდეს ან რაღაც ისეთი არა გამორიცხულია ეგეთ შემთხვევაში ამ ნივთის დაბრუნება, ამე არსებობს. განვიხილოთ როგორ არის, აი ახლა იურიდიული განათლება მე არ მაქვს ჯონისგან განსხვავებით. მე ვისაუბრებ პრაქტიკაში როგორ არის და მაგალითები როგორი არის. მაგისი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყონოთ. ეგან მაგალითად პიკნიკის რო ახსენე, ის მაგალითი გამახსენდა ახლა უმრავლესობას გვეცოდინება ზაზა გუჯაბიძე თუ ალპინისტი რო არის. ხო, ზაზა თუ ბიძინა გუჯაბიძე, ბიძინა. ალპინისტი მაგას ჩამოვიდეს ალპინისტის თანა ჩამოვიდა მთიდან რა, კაცი რა ქონდა და ჩამოვიდა და გზაში სანამსახლამდე მივიდა და დააჯერიმეს მაგალითს. ჩვეულებრივი კარაბინით ჩამოსაკიდებელი რო რომელიც ჭირდება. ეს გავრცელებული ფაქტი იყო, გიორგი, საჯაროდ იყო ეს ინფორმაცია ცნობილი ამაზე? კი. კი ბატონო. მოკლედ და მესამე ნორმატიული აქტი, რასაც უნდა შევეხოთ, ეს არის ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა საქართველოს მთავრობამ ცივი იარაღის მახასიათებლების დამტკიცების შესახებ და ამ ტექნიკური რეგლამენტით ხელმძღვანელობს შესაბამისი უწყება, ვთქვათ, ექსპერტიზის ბიუროები, ხო, უფრო მეტად. არა მხოლოდ ექსპერტიზის ბიუროები, იდეაში ვინც უნდა განსაზღვროს ცივი იარაღი რა შეიძლება იყოს, ამ შემთხვევაში ამ მიზნებისთვის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკის სამსახური ადგენენ ამ მებს, რა ქვია, ცივი იარაღის კატეგორიას, ცივი იარაღი თუ არა. და ეს ჩამოთვლილია კრიტერიუმები, რა რითი მიეკუთვნება ამ კატეგორიას, რა სტილეტი, მახვილი, დაშნა, ჩამოთვლილი არის, მოკლედ რა არის ცივი იარაღი, დანა, ხიშტი, ასე შემდეგ, ასე შემდეგ და მე კრიტერიუმები რას უნდა აკმაყოფილებს. რომ ცივი იარაღის ის კატეგორიაში გავიდეს და მათ შორის არის მსხრევად დასარტყმელი იარაღები არის, საჯიგველი, კასტეტი, უფრო გასაგებ ენაზე, კვერთხი, გურზი რა არის, არ ვიცი. ხელგულა და ასე შემდეგ. ან ბევრი ის არა. ჩამოთვლილი. და
გადავედით ბოლოს მივედით ამდენი საუბრის შემდეგ ჩემი მხრიდან როცა უნდა დადგეს საკითხი რა წარმოადგენს ცივი არაღს. აი მან გიორგი დაგვეხმარა ხა და შენი ექსპერტიზიდან ანუ გამოცდილებიდან გამომდინარე გაგვიზიარე რა რეალობა გვაქვს დღეს რა გარემოებებია იმიტომ რომ რაღაც ექსპერტიზის დასკვნებით ხარ მოსული და რა არის ცივი არაღი და საერთოდ აი გარემოებები გვაქვს თუ არა რაიმე უსაფრთხო გარემოება მოდი ოღონდ ცალსახად ხაზი გავუსვათ რომ გამოცდილებიდან გამომდინარე საუბრობს გიორგი რა რეალობაა მოკლედ დღეს ჩვენთან კანონში გვიწერია რაღაც და პრაქტიკაში რა ხდება პრაქტიკაში აი მაყურებლისთვის ყველაზე უფრო გასაგები რომ იყოს სოფლიოში არ არსებობს მსგავსი კანონი და მსგავსი სიტუაცია მე რაც მაქვს მოძიებული და დიდი ხანი ამ თემას ვიძებ რაც დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს რა სიტუაციაც გვაქვს იმიტომ რომ სიტუაცია არის ესეთი არ ვიცით რა არის ცივი არაღი ნუ მე იურისტი არა ვარ მაგრამ მე მგონია რომ კანონი ყველასათვის გასაგები უნდა იყოს რათა რიგითი მოქალაქემ შეძლოს მისი დაცვა და რიგითი მოქალაქისათვის არის ესეთი სიტუაცია რომ არ იცის რა არის ცივი არაღი არ იცის როგორ უნდა გადაიტანოს ისე რომ პოლიციელი მას ვერ მოედავოს და ამ შემთხვევაში კიდე თან კონფისკაციას უკეთებს სახელმწიფო. ანუ სრულად გაუგებარი სიტუაცია არის. მაგალითების თუ ვიმსჯელებთ, აი რამდენიმე წელიწადი ამ თემაზე ვმუშაობ და ვიხვეწებით, რომ იქნებ ვინმე მაგვიხსნას რა არის ცივი არაღი და რა არ არის. და ერთადერთი საშუალება, ერთადერთი ინსტრუმენტი რაც გვაქვს, რომ გავარკვიოთ რა არის ცივი არაღი, რა არა, არის რომ სამხარაულის ექსპერტიზაზე მივიტანოთ დასკვნა და დავნიშნოთ და თანხა გადავიხადოთ. და მანდაც კი გვაქვს ერთმანეთის საპირისპირო დასკვნები. ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ თვითონ ექსპერტების გაურკვევლობაში არიან. პრაქტიკაში ჩემი გამოცდილებით უამრავი გადაკვეთა მქონია პოლიციელთანაც და მე არ შემხვედრია ყოველ შემთხვევაში ახლა ვერ ვიხსენებ, რომ ვინმეს მოწონდეს ეს კანონი. ყველანი არის თვითონ გაურკვევლობაში, ვერავინ ვერ ხვდება რა არის და რა არ არის. ხო, მოკლედ კანონს ვიღებთ იმისთვის რაღაც წესები დაადგინოს, ოღონდ ეს კანონი თავისთავად მოქალაქისთვისაც ცხადი უნდა იყოს და იმ ადამიანისთვისაც, ვინც ამ კანონს აღასრულებს ამ შემთხვევაში პოლიცია. იცი რა გარი კითხვა მაქვს რა, აი თქვენ გააკეთეთ ამის ექსპერტიზა პირობითად, ხო? და გააკეთეთ იმისთვის, რომ რეალურად ამის რეალიზაციას ახდენთ, ხო? მე მოვედი და შევიძინე ეს ნიფთი, ჯერჯერობით ნიფთი. კი ბატონო. და მაჩერებს პატრული. და აღმოჩინა ეს ნიფთი, რომელიც შეაფასა როგორც ცივი იარაღი. კი ბატონო. რა შვები ამ მომენტში? ნუ მეთოდი ესეთი არის. ჯერ რეალიზაციაზე არ არის საუბარი, მე ამ თემით რომ დავინტერესდი და რაღაც პროტესტში რო ჩავერთვი ერთგვარად, მაშინ უბრალოდ სახელოს მე მქონა მე ლესვაზე ვმუშაობ. ახლა დღესდღეობითაც და დანებს ლესავ და ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ეს ადამიანებთან, ზოგი მეწაღი არის, ზოგი მზარეული არის, ზოგი დურგალი არის, რაღაც გალესვა ჭირდება. და სიტუაცია არის ესეთი, პრაქტიკაში რეალურად გვაქვს, რომ პოლიციისთვისაც რადგანაც გაუგებარი არის, რა არის ცივი არაღი და რა არა, ყველაფერს აგზავნის ექსპერტიზაზე. ეხლა ის დასკვნა არა მაქვს წამოღებული, ესეთი შემთხვევაც იყო, რომ გადააგზავნეს კბილის ჭხირი გადააგზავნეს ექსპერტიზაზე და სურათზეც არ აჩანს რა, ეხლა ექსპერტის სურათს უღებს და არ აჩანს რა, იმიტომ რომ იმდენად პატარა არის. და ეგეთი სიტუაცია არის რეალობაში. პრაქტიკაში არის ესე, რომ აქამდე ვართ მისულები, რომ ეს ჭხირი არის. აქამდე ვართ მისულები, მაგასაც გავუსვით, აი თუ მომეცემ საშუალება, გაგიზიარებთ და გავმართოთ დისკუსია მაგაზეც, რომ რამდენიმე ნივთი მაქვს ეგეთი. ხო და პრაქტიკა არის ეგეთი, რომ პოლიცია ვერაფერს ვერ წყვეტს რა არის ცივი არაღი. პრაქტიკაში არ მუშაობს ის პუნქტები კანონის თუ არ ვიცი რა დავარქვა, რომ თქვათ პირადი ჰიგიენისთვის გჭირდება, თურისთვის გჭირდება, იმიტომ რომ მაგის უამრავი მაგალითია წეღან რო თქვი სასურველად რო იყო ადამიანი, ზოგი შეიძლება თქვათ სათევზაოდ მიდიოდეს, პოლიცია იძახის რომ მე არ ვიცი შენ მიდიხარ თუ არა და რეალურად მაგისთვის გჭირდება თუ არა და აქ ვერც დაამტკიცებ მაგას რა, ანუ კი ბატონო, ანუ კანონში ერთგვარად წერია, მაგრამ პრაქტიკაში 100-დან 100 შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში იგზავნება ექსპერტიზაზე, იმიტომ რომ პოლიცია იძახის რომ მე ადგილზე ვერ წყვეტ მაგას. ანუ სანამ დავჯარიმდები, მანამდე აუცილებლად ექსპერტიზაზე მიდის, ხო? ეს ჯარიმა როგორც ძალაში შედის ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, იმიტომ რომ პოლიციელმაც არის ის. სამართლებრივად რო შევაფასოთ ეხლა როგორი რეალობა არის. პოლიციისთან, ანუ ადამიანს, რომელსაც არ აქვს სპეციალური ცოდნა საკითხში, სპეციალური ცოდნა ხაზს უსვამ რა. ის ვერ იქნება კონკრეტული გარემოების შემფასებელი და მითვლება რომ პოლიციელს იმიტომ რომ ამის დამადასტურებელი არაფერი არის, მას სპეციალური ცოდნა გააჩნია. იმისთვის რომ შეაფასოს ნივთი საგანი მიეკუთვნება თუ არა ცივი არაღს ან ნებისმიერ რაღაცაზე ვრცელდება ეს ნივთიერებაზე, სასმელზე და ასე შემდეგ ვალდებულია რომ დანიშნოს შესაბამისი ექსპერტიზა და ექსპერტი ამბობს უკვე რომ კი ეს არის ცივი არაღი და ასე ხდება დადგენა რომ იმიტომ რომ ის ხო დადგენილ გარემოებებზე ახდენს რეაგირებას ვარაუდზე არ მოქმედებს რა რაღაც დადგენილ გარემოებებზე მაგის მაგალითად ის შემიძლია მოვიყვანო რომ
პოლიციელისთვის რომ გაუგებარი არის, ჩემთან ახლა სამართალდამცავების ბევრი დადიან, რომ თქვათ გასალესად დანების მოიხმარონ თვითონაც და ეს თვითონ კანონი ესე არის, რომ პარლამენტმა რომ მიიღო ცივი იარაღის ტარება აკრძალა, მე სტანდარტი რომ განისაზღვრა მეტროლოგიის სააგენტოს მიერ. შემდეგ ხელმძღვანელობენ ექსპერტები იმით და მეთოდოლოგიას ექსპერტი რომელსაც უნდა იმას ირჩევს, მაგაში არ არის შეზღუდული. და სიტუაცია ესე იყო, რომ 2019 წელს მიიღეს ახალი მეთოდოლოგია. შეიცვალა მეთოდოლოგია, რომ განსხვავებით შეეფასებინათ და ეს პოლიციელები მანამდე რო აგზავნიდნენ რაღაცა ნივთებს და იმაზე ჯარიმდებოდნენ, გამოვიდა ესე, რომ 2019 წლის მერე ამ ნივთებზე აღარ აჯარიმდებოდნენ და მერე უბრუნებდნენ. ოღონდ თვითონ პოლიციელებმაც არ იცოდნენ, რატო უბრუნებდნენ. და პოლიციელებიც იძახდნენ, რომ არ ვიცი თუ რა აქამდე არ იყო ესო, მე ახლა გახტაო. ანუ არავინ არის ის რეალურად რა არის ცივი იარაღი და რა არის. შეაფასებს რა. ერთი რჩევა ეხა რა შემიძლია გავცეს დასწრებით ის იყო რა ქვია 4 ძეგრძელი არ უნდა იყოს დანაო ეგ მახსოვს ძალიან დიდი ხანია ხო და ძალიან დიდი ხანია და ეგ რეალურად ქართულ კანონმდებლობაში არ ყოფილა მე მგონი საბჭოთა კანონში იყო რაღაც ზომა მითითებული და იქიდან იყო ქართულ კანონმდებლობაში ყოველ შემთხვევაში სამართალდარღვევათა კოდექსში ზომაზე არ ყოფილა არასდროს მითითება და ახლაც არ არის ოღონდ წელს მოხდა ჩანაწერი რომ პირის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 4 სანტიმეტრს ცივი იარაღისა და გიორგი თუ შეგიძლია სადემონსტრაციოდ ერთი რამე ობიექტი სერგო თუ მიხვდები ანუ პირის სიგრძეში შენი შეფასებით რა იგულისხმება რა და გავხსნი ეგეთი მცირე ზომის აი უბრალოდ ძალიან გულწრფელად მინდა რომ მე გინდათ რომ გამოუდგე ახლა ექსპერტი აი იცი რა არის მეტნაკლებად მე რაღაც ინფორმაცია მაქვს მოძიებული ამისთვის გიორგის უფრო მეტი ინფორმაცია და შენი აღქმით პირი რა შეიძლება იყოს მოდი მაყურებელს რო აუხსნათ რეალურად ცივი იარაღი შეიძლება დღეს მე ტერმინს ვიყენებ ხოლმე სამეურნეო ინსტრუმენტებს იმიტომ რომ დღეს ეს პრობლემა ეხება ყველას ეხება მზარეულსაც, ეხება დურგალსაც, ეხება მეწადესაც. ინსტრუმენტია ცალსახად. ყველას ეხება აბსოლუტურად, ანუ დანებს გაცილილი არის ეს პრობლემა. აქამდე თუ თქვათ რაღაცა მაინც ცოტა დანების სფეროში იყო მოქცეული, ახლა ბოლოს რა ჩასწორებაც მიიღეს ამ ტექნიკურ რეგლამენტით. აი მაგას გაგიზიარებთ უკვე სადავართ. დანარჩენი ახლა 40 მმ-ზე თუ საუბრობთ კონკრეტულად, აი ამ კონკრეტული დანის შემთხვევაში პირი რა არის აბა შენი შეფასებით? ალბათ ეს, ხო? საძემო და კანონში ესე აი ეს მარტო, ალბათ. უყურე კანონში ეგეც ცოტა გაუგებრად წერია პირის მაქსიმალური სიგრძე და მე პრაქტიკაში მაქვს რომ დანის პირი გატეხეს და გამოწიეს ეგეც მაქვს ექსპერტიზის დასკვნა ეგეთი ანუ ეგეც გაურკვეველი არის საიდან იზომება მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირის მაქსიმალური ეს ახლა დაშვებულში გადის თუ ეს დაშვებულში გადის ახლა ეგა კი ეს ცივი იარაღია სიმართლე გითხრა ვერ გეტყვი იმიტომ რომ დასკვნა არ ამიღია მაგაზე იმიტომ რომ მე რამდენიმე დასკვნა მაქვს სადაც ექსპერტმა შინაარსით შეაფასა რომ თავის შინაარსით არ არის ცივი იარაღი ანუ როგორც უნდა ის იაფასებენ ეხა ობიექტურად რო თქვა ანუ ჩემი დაკვირვებით რა ჩემი დაკვირვებით პირის სიგრძე 4 სანტიმეტრი რეალურად მე აღვიქვამდი ბასრპირს იმიტომ რომ ცივი იარაღის შეზღუდვის საფუძველი რა არის რომ ეს გარკვეული საფრთხის მატარებელია და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ყოველ შემთხვევაში ცალსახად მაგაზე მიუთითებს რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას და ისეთ სივრცეს სადაც ადამიანები ხო ანუ აი ნახე კი საიდან წავედი რატო წავედი ახლა ამაზე რა ანუ მე რითიც აი ამ რაღაცით პოტენციურად შეიძლება საფრთხე შევქმნა ამ ობიექტიდან საფრთხე მომდინარეობს მისი თვისებიდან გამომდინარე. ჩემი აღქმით ეგრეა რომ ბასრია და რაღაც შემიძლია გავჭრა დავაზიანო და ანუ ეხლა ეს ამხელა თუ უფრო გრძელი არის რა საფრთხე შეიძლება მოიტანოს, მაგრამ საწინააღმდეგო არგუმენტი შეიძლება იყოს რომ ის რა ქვია გრძელ ლითონის რაღაც საგანს ეს კონდეს გალესილი, მაგრამ რეალურად რა ითვლება? მე არ ვიცი. რეალურად რაც არის, მაგრამ აი ზუსტად იგივე არის. ამაზე ვერავინ ვერ გაგცემთ ახლა პასუხს, ვერავინ ვერ გაგცემთ. მაგაზე პასუხი არ აქვს. ერთადერთი საშუალება არის, რომ პოლიციამ ჩამოგართვათ და ნუ თუ დაწერენ რომ ცივი იარაღია კონფისკაცია და 500 ლარი იქნება და მეორე საშუალება არის რომ თქვა მიიტანოთ სამხარაულში და დანიშნოთ თუმცა მაგისი გამოცდილებაც არის რომ სამხარაულის დასკვნების საწინააღმდეგო სამხარაულში როგორ მივიდე ეგ ძალზე თემა არის კიდე ეგეც რისკის თემა არის თუმცა ნუ მაგისი პრაქტიკაც არის რომ თქვა სამხარაულის ექსპერტებს დაწერილი ქონათ რომ არ არის ცივი იარაღი და შესაძლოა საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტმა დაწეროთ ცივი იარაღია და ვის იჭრის ახლა აქ ამ შემთხვევაში ვის იჭრის და მეორე ამ შემთხვევაში ახლა გასაჩივრები და სასამართლოს გზით მე არ ვიცი რა პროცედურა ექნება ყოველ შემთხვევაში ეგ მექანიზმი არ მუშაობს შეჯერებით მე 4 წელია გასაჩივრებული მაქვს და ჩემთვის პროცესი არ ჩამოიჭრა იცი რა გარემოებისთვის მინდოდა ხაზი გამესვა დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობა თუ დაუყოვნებლივ გამოყენება შენი ზურგჩანთას დავაკვირდი წეღან ბოქლომი ქონდა ჩაკეტილი რაღაც ჯერ საბარგულში იყო ბოქლომი ხო რაღაც
15 წუთი ხსნი და სასამართლოს გადაწყვეტილება მაქვს თბილისის საქალაქო სასამართლო იყო თუ არ ვცდები კარის ჯიბეში ქონდა მოქალაქეს ცივი არაღი სამწუხაროდ არ მაქვს ეგ გადაწყვეტილება მომზადებული და აქ არ მაქვს უпроსტოდ ხელმისაწვდომი რომ ვნახო მე მგონი თქვენს გქონდათ Facebook-ზე გაზიარებული ან კითხე და მითხარი და მე მოვიძებნე სასამართლოში სასამართლოს ქონდა მსჯელობა რომ მანქანის კარში ობიექტის არსებობა მის დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობას ვერ უზრუნველყოფს რა ანუ დრო გჭირდება რაღაც უნდა მოძებნო და ამოიღო და შესაბამისად დეფინიცია რომ დაუყოვნებლივ გამოყენებას ექვემდებარება მაგით გააბატონო მე ვიცი რომ საბარგულშიც არის ახლა საბარგულში ესე დაუყოვნებლივ ვერ გამოიყენებ ხო უნდა გააჩერდეს ნუ პრობლემა არის უკვე ეგენი უყურეთ როგორ არის კანონს რო იღებდნენ ერთი სანამ მაგას გარდამოვიდეს ის იყო თვითონ სასამართლომდე არ მისულა მაშინ მოქალაქემ რაც მედო თუ მაგაზე საუბრო ჯონი ანუ თვითონ შესაძლოა დაუკმაყოფილა არა სასამართლოს გადაწყვეტილება მაშინ კიდევ სხვა არის ეს ყოველ შემთხვევაში აქამდე ეგ პრაქტიკა იყო რომ მანქანებში არაჯერი იმოდნენ და თვითონ ბატონო მინისტრის მოადგილეც კანონს რო განიხილავდა მაშინ სიტყვით თქვა რომ ეს არ მოიაზრებსო ზურგჩანთებს და მანქანებსო ჩემი დაკვირვებით ამ საკითხის მოწესრიგების გამკაცრების თუ არ ვიცი გამკაცრება ზოგადად ისეთ სიტყვა არის გამოყენება რამდენად შესაძლებელია აქ არ ვიცი ამ კონტექსტში ამ სფეროს მოწესრიგების მიზანი ყოველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რაღაც გარემოებებზე მიუთითებდა რის გამოც საჭირო გახდა რიგი ცვლილებების შეტანა რა ეს გარემოებები აქ აღწერილიც ცალსახად ესე რომ წავიკითხოთ არის როგორი რომ პოტენციურ საფრთხეს უნდა ატარებდეს ამ ობიექტის ფლობა და ტარება და ვითომ რა პოტენციური საფრთხების ასარიდებლად მოსაწესრიგებელი ღონისძიება ოღონდ პოტენციური საფრთხე როგორ შეიძლება თუ არა მომდინარეობდეს მაშინ როდესაც საბარგულში მიდევს ან ისა ქვია მანქანაში რამე სათავსოში ნივთი რომელიც აი საჭიროებისამებრ გამოვიყენო რაღაც დროს, როდესაც დამჭირდება, ამავე დროს საბარგულში მიდევს ის დომკრატით რა, მანქანის საწევარითი შემიძლია და მისი ღერძი, რომელიც ასევე შემიძლია გამოვიყენო. ჯონი, ეგ კიდე ცალკე თემა არის, ეგ სტატისტიკა მაშინ 2022 წელს იძახდა რომ 53% ამ ყველობების ცივი არაღით ხდება. ეგ სტატისტიკაც არასანდო არის, იმიტომ რომ რამდენად არის ეს მექანიზმი, ეს გამკაცრება მაგის წინააღმდეგ მიმართული, იმიტომ რომ მაგ სტატისტიკაში არ ხდება, თქვათ, გაცალკეობა და თქვათ, რომელი არის ოჯახური ნიადაგზე ჩადენილი, რომელი არის თქვათ, ტყეში ნაჯახით ჩადენილი გასწორდები. ეგ გარემოება მე მგონი არსებითად მნიშვნელოვანი არ არის. თუ კი ვთანხმდებით, რომ პოტენციურად საფრთხის მატარება მაჩეტეთი რო გავიარო რუსთაველს, მე მგონი არ არის ადეკვატური. კი, რა თქმა უნდა, კი, უბრალოდ დემონსტრირება მოახდინოს იქ სადაც ხალხია თავშეყრილი. უბრალოდ ეს მე მგონი ამაზე ყველა ვთანხმდებით და აქ არ არის ორი იმაზე არ არის, აი უფრო წინაზეც თქვი კულისებში ხო მაგაზე რომ აი რისკი ალბათ იმაში უფრო არის, რომ როდესაც ესეთი ნივთი იდევს პირობითად მანქანაში ან იდევს ჯიბეში და შეიქმნა გარკვეული კონფლიქტური სიტუაცია და აფექტის მდგომარეობაში ადამიანს შეუძლია გამოიყენოს, მაგრამ იმ ლოგიკისაც მსჯერა, რაც მომიყვანე ხო, რომ მაგ დროს ნებისმიერი ნივთის გამოყენება, ქვის გამოყენება შეუძლია. სახრაχνისი ავიღოთ მარტივად, ხო არ გაქვს სახრაχνისზე დანიშნული ექსპერტიზა? სახრაχνისზე ჯერ არ მაქვს. უყურეთ როგორ არის აი რა პოზიცია არის და როგორი სიტუაცია არის. აბსოლუტურად ყველაფერი მესმის, უბრალოდ რეალობაში რიგით მოქალაქეებს, ხელოსნებს, თქვათ, მზარეულებს თუ სხვადასხვა სფეროს წარმოადგენლებს რეალურად გვაქვს პრობლემა. რეალურად მე თვითონ ვარ დაჯანიმებული 4-ჯერ. მე თვითონ. როდესაც კანონში წერია, რომ პროფესიული საქმიანობის მიზნით შემიძლია ატარება და მართლა მაგათად დანებს რომ ლესავ და ჩამორთმეული მაქვს გასალესიდან ამომხმარებლის ჩემს სახელოსნოსთან. ხვდებით, ანუ არანაირი ბერკეტი არ მაქვს, რომ თქვათ, რაღაცა სიმართლეს მივახცევ. არა, ვერ დავიბრუნე, მომხმარებლისგან არის წაღებული. მოკლედ, ხალხსაც მსმენელს მაყურებელს რო განვუმარტოთ, მას შემდეგ რაც მოხდება სამართალდარღვევის საქმეზე სახდელის დაკისრება, ანუ დაჯარიმება, უფლება აქვს ამ კოდექსის შესაბამისად მოქალაქეს, რომ გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელის მიღებული გადაწყვეტილება სახდელის დაკისრების შესახებ. სანამ სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილება, სასამართლოს ბუნებრივია უფლება აქვს გააუქმოს ეს გაგათავისუფლოს სახდელი და ან თქვას რომ სამართალდარღვევას არ ქონია ადგილი, ან ძალაში დატოვოს. თუ ძალაში დატოვა, ნუ მე გაასაჩივრებ სააპელაციო სასამართლოში, მაქსიმუმი ეგ არის. მაგრამ როდესაც გასაჩივრებული გაქვს და სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გამოსული,
ანუ ჯერ ის ფაქტი ჩათვალე რომ არ მოხდა, იმიტომ რომ განხილვაში არის ისევ რა, ანუ სახდელი იმ მომენტისთვის არ გაქვს დაკისრებული. კი ბატონო. ხო და პრაქტიკა ეგ არის, რომ რიგით მოქალაქეებს მასიურად, ოღონდ მასიური პრობლემა არის, აი ერთ-ერთი გახმაურებული ფაქტი არის, რომ ბაკურიანში აკლემებს აჭიმებდა ადამიანი და დააჯარიმეს. მანამდე მოხდა ეგ ვიდეო მეც ვნახე. კი ბატონო, ანუ კომიკური სიტუაცია არის, კომიკური კანონი არის რა, ესე ბევრი კომიკური კანონი შეიძლება იყოს, ახლა მაგაში ვერ ვკوي, მაგრამ ესე მასიურად ყოველას რო ეხებოდეს, ეგეთი შეიძლება ცოტა კომიკურ სიტუაციაში მაშკარად მე როგორც ხვდები, ბევრი ჯარიმაა, ხო? დღეს. ბევრი ჯარიმა არის. ერთ-ერთი გახმაურებული ფაქტი იყო კიდე 75 წლის მოხუცი ვაშლს ჭამდა და იმ ვაშლის ჭამის დროს დააჯარიმეს. და უამრავი ეგეთი ფაქტი არის. ხო, გამახსენდა ის. ნახეთ, აი აქ იზაკის გამახსენდა, აი რომ კი, აქ არის რა იმაში საბარგულში ინსტრუმენტი. საკვების მომზადების ან მიღების მიზნით, ანუ საკვები რომ მივიღო, რაღაც ნაწილებად უნდა დაჭრა. ხო, ის ვიდეო მახსოვს იმ აკლემზე, ანუ მთლიან ვაშლს ვერ ჭამს ვაკლები და შუაზე უნდა გაუჭრა. მე დემონსტრაცია მოახდინა აკლემს პირს ჩაუდა ის ვაშლი გადმოაკდა. და ეს აკლემიც იყურება საწყარის სახით ჯარიმა მაგის გადასახდელია დიდი ალბათობით ეხლა გამოიმუშაოს. ხო, ის საკლების იქიდან უნდა მოიპოვოს ეს თანხა. გიორგი, რაღაც ხა თუ შეგიძლია გაგვიზიარე გამოცდილება შენ პრაქტიკა ესეთი რომ თავად ნიშნავ ექსპერტიზას. სხვა გამოსავალი არ არის. და იღებ დასკვნას, ხო? ეგეც არაეფექტური გამოდგა, იმიტომ რომ დასკვნის საპირისპირო დასკვნებსაც წერენ. ეს დასკვნა მიჭირავს პოლიციელი მეუნება, მე რა ვიცი რომ ნამდვილი არის, რომ მაინც მართვენ, ანუ ფაქტიურად გამოდის რომ ძალა არ აქვს ამ დასკვნასაც. სიტუაცია არის ისეთი, რომ არანაირი საშუალება არ აქვს ადამიანს გაარკვიო რა არის ცივიარაღი და რა არის აკრძალული და როგორ უნდა გადაიტანო. ანუ ეგეთი სიტუაცია არის რეალურად. გიორგი, რა უნდა კითხოთ, ეს გამომრიცხავი გარემოებები რო წერია, რა შემთხვევაში არ არის სამართალდარღვევა, ჰიგიენა, ასე შემდეგ და ყველაზე მნიშვნელოვანი მისი დაუყოვნებლივ გამოყენების განმარტება. პრაქტიკა როგორი გვაქვს დღეს, ან უფრო ხშირად გაქვს ინფორმაცია ალბათ ამაზე. შენ, იმიტომ რომ დიდი მასალად ინფორმაცია დაგიგროვდა. მანქანით გადაადგილების შემთხვევისას თუ გაქვს ინფორმაცია ამ დროს დაკისრებული სახდელების შესახებ, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში მახსოვს რომ გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ ვიქტორინოქსიც არ შეიძლებაო, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი მულტიხელსაწყოს განმარტება ქონდა ამას და დანა არ არისო და მე საბარგულთან დაკავშირებით იქ საბარგულში არსებულ ნივთებს დააჯარიმეს ადამიანებიო, მე არ ვიცი თქვენგან მაქვს ეს ინფორმაცია გაგებული. უყურე როგორ არის კანონი იმდენად ბუნდოვანი არის. პოლიციასაც გაურკვევლობაში არის და ინდივიდუალურად წყდება ხოლმე ყველა შემთხვევაში ესე გადაწყვეტა. რაღაცა პერიოდი ეს კანონი რომ მიიღეს 22 წელს. ნელ-ნელა დაიწყო რა, ესე ვთქვათ, სიტუაციის დამძიმება, ესეთ სახელს დავარქმევ. ჯერ იყო და ზურგჩანთებში არ ხდებოდა ზურგჩანთიდან ამოღება თანების და საუბარი იყო ეგრეთ წოდებულ ბარსეტკებზე. მაგებზე იყო საუბარი. რაღაცა პერიოდის მერე ძალიან გახშირდა მოვლენები, რომ მაგაზე მე ვიტყვი ჩემი დამკვირვებლის შეფასებით ეგ ნამდვილად უზრუნველყოფს სწრაფად გამოყენებას, დაუყოვნებლივ გამოყენებას. კი ბატონო. ყოველ შემთხვევაში მე პრაქტიკას ვხვევი. თავიდან ზურგჩანთა არ იყო, მინისტრის მოადგილემაც ეგრე განმარტა, რომ ზურგჩანთებში არაო, ბარსეტკებზე გვაქვს პრობლემაო. რაღაცა პერიოდის მერე ზურგჩანთებში ისე მასიურად გახდა უკვე და მასიურად ხდება. პრაქტიკა მივიღეთ ისეთ, რომ ზურგჩანთებში არ შეიძლება. იმიტომ რომ არ ხდებოდა სიტუაცია ისეთი, რომ გაეთვალისწინებს პოლიციას. მაგის მერე დაკვირვებით, აი მან ჩაგეჭები ძალიან ბოდიში. ამ ხელჩანთით ტარების აკრძალვამ ხო არ განაპირობა ის, რომ ვინც პრინციპში სამართალდარღვევას ჩადიოდა ამ ტარებით, აქედან ზურგჩანთებში გადაიტანეს ეს ნივთებია, ესეთი ის ხო არ იყო მაპროვოცირებელი ამისი. თუ ჩემს აზრზეა საუბარი, ჩემი დაკვირვებით მე-6 წელია სახელოსნო მაქვს და ყველა კატეგორიასთან მაქვს ურთიერთობა და კანონს იცავს მხოლოდ კანონმორჩილი მოქალაქე. ჩემი გამოცდილებით ესე არის და აი ეს ყველაფერი გაითვალისწინა მხოლოდ კანონმორჩილმა მოქალაქემ, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს, თქვათ, ამ ყველაფერთან. ისმეში არა, ეს ისედაც მე მგონი რომ იცავდა ამ კანონს ეგეთი ადამიანები, ხო? ეხლა ვისაც არ თქონია მაგის. ესაც ეგრე არის, აბსოლუტურად, ანუ 4 სანტიმეტრზე თქვი, 4 სანტიმეტრზე ჩამოვლენ. ხო, ეხლა მე მაგალითად არ ვატარებდი არასდროს რა, არასდროს. და არც ეხლა არ არის ჩემს პრობლემა ეს. ხო, მანქანაში ხო ქონდა.
ქონდა დანა კი და არა, მაგაზე მაგას მოიძახით, რომ თქვენთვის პრობლემა არ არის. ეხლა ნივთები გავიაროთ და ბოდიში ძალიან მინდა იმ თემას დაუბრუნდე რა მანქანაზე, იმიტომ რომ ბევრი ადამიანისთვის ბევრისგან მოისმინე. პრაქტიკა ეგეთი არის. ის მე რაც მაქვს დადებული დოკუმენტი, რომ გაასაჩიო და შესაძლოა დაუკმაყოფილა, ის იყო შარშან წინ, რომ კარში ყველა ვიცოდით, რომ არ ხდებოდა დაჯარიმება, ეგრე ქონა განმარტებული მინისტრის მოადგილესაც გაასაჩიო და შესაძლოა დაუკმაყოფილა და განმარტებაში პირდაპირ წერია ესე, რომ კარში ფლობა არ შეიძლება ჩაითვალოს იმგვარ ფლობად, რომ დაუყოვნელი შეგიძლია გამოყენება. თუმცა ბოლო პერიოდის რაღაც შარშან დაიწყო ესეთი პრაქტიკა და მასიურად არის და ვერავინ ვერაფერს ვერ შვებით მაგაზე. უკვე კარზე კი არა, ნელ-ნელა უკვე საბარგულიდანაც არის შემთხვევები, რომ საბარგულიდან ამოუღიათ დანები და ეხლა რომ ვიძახი რომ საბარგულში არ შეიძლება ვიძახი ხოლმე მაგ პრაქტიკისგან გამომდინარე, იმიტომ რომ პოლიცია ყოველთვის წერს უკვე რომ იმგვარად ფლობდა რომ დაუყოვნელი შეიძლება გამოყენება. იქ არ ხდება თქვა იმ ყველაფრის განმარტება, რიგ შემთხვევაში შეიძლება განმარტონ, მაგრამ ნუ იმ პუნქტს უთითებენ რომ დაუყოვნელი შეიძლება გამოყენება. შესაბამისად აღარ აქვს მნიშვნელობა იმ მოქალაქეს საბარგულში ქონა თუ სად ქონდა, უკვე იმ პუნქტს აკმაყოფილებს პოლიციის განმარტებით და ხდება დაჯარიმება. ხო, ოღონდ ხაზი გაუსვათ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამართალ დარღვევის განხილველი ორგანოს კონკრეტული თანამშრომლის გადაწყვეტილება. მან ესე შეაფასა. პრაქტიკა ეგრე არის, რომ ჯარიმაში ტოვებს და მე არ მაქვს გამოცდილება ბოლო პერიოდი არანაირი, არ ვიცი რომ თქვათ გაესაჩივრებინოს ადამიანს და მოეგოს. ყველა ჯარიმა არის ზალაში. სამინისტროს უწყებაში. ხო, ანუ ესეთი განმარტებაა კანონში, რომ თუ კი სამართალდარღვევას დამაკისრებს ვინმე და ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ყავს, იქ გასაჩივრება შემიძლია საწყის ეტაპზე, ანუ თუ პოლიცია დამიწერს ჯარიმას, სამინისტროშივე შემიძლია გავასაჩირო. შემიძლია სასამართლოში გავასაჩირო პირდაპირ. სასამართლოს პრაქტიკა თუ გვაქვს, აი თუ გქონიათ თქვენს გასაჩივრებული გაქვთ. ნუ მე არ მაქვს პრაქტიკა სასამართლოში, როგორც თქვი, 5 საჩივარი მაქვს შეტანილი სასამართლოში და ერთ-ერთზე უკვე მე-4 წელი დაიწყო და ველოდებით პროცესი. მე-4 წელი? მე-4 წელი დაიწყო. ხო, და თავმაც შეიძლება ითქვას, რომ ეგ მექანიზმიც არ მუშაობს, რა ბოლო მექანიზმი რაც აქვს მოქალაქეს, რომ სასამართლოს გზით რაღაცა თავის სამართალი. ხო, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც პრაქტიკის ჯანსაღი პრაქტიკის ჩამოყალიბება, თუნდაც სასამართლოს განმარტებების არსებობა ამ საკითხზე, ან თავად სამინისტროს განმარტებების არსებობა, რომ პოლიციელისთვისაც და მოქალაქისთვისაც ცხადი იყოს, სად არის სამართალდარღვევა რა და რა თქმა უნდა, ნებისმიერ სამართალდარღვევის განხილვის შემთხვევაში გარემოებებს აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მე თუ ისე ჩემ მანქანას საბარგულში ფარდა არ აქვს და ძღოლის ავარძი და შემიძლია ნებისმიერ რაღაც გადავაგდო საბარგულში. ამიტომ ყველა მნიშვნელოვან გარემოებას უნდა მიექცეს ყურადღება, როცა მსგავსი ტიპის სამართალდარღვევას განიხილავ, მაგრამ თუ ობიექტურად რწმუნდება, რომ საბარგულში ისე მაქვს შენახული, ახლა 9 კლიტულით ჩანთა რო გაქვს 9 კლიტულზე ბუნებრივია რომ ამას ვერ გამოვიყენებ რა და ამიტომ ეს ეგეთი ბუნებრივი ბევრი მაგალითი არის, მაგრამ პრაქტიკაში გამოდის ისე რომ ყველა შემთხვევაში მაინც მოქალაქე ჯარიმდება. ანუ თავი უსაფრთხო ეს შემთხვევა როცა რეალურად არ დაჯარიმდები, ხო? ანუ სპეციალურად გაქვს ეს რა ბოქლომი გაკეთებული. არა, ვერი. ანუ სწრაფი გამოყენებას ვერ შეძლებ ფიზიკურად. არა, რატო ეხლა პოლიციელს მაინც აქვს საშუალება რომ მე რა ვიცი, შენ შეიძლება ყოველდღე ესე დაგაქვს და უცებ ხსნი ამას. ანუ არ არის ეს გარანტია, მოკლედ შედარებით რაღაც ადამიანურობისთვის ერთით მეტი არგუმენტია, რომ აი დაკეტილი მაქვს და იქნებ გაითვალისწინოთ. თორე არანაირი ისეთი არ არის მყარი გარანტია, რომ არ დაგაჯარიმებენ მაინც. ანუ მყარი გარანტია და მყარი რეკომენდაცია რომ გაუზიაროთ სცენას და მაყურებელს არატარონ ცივი არაღი. ისე ახლა მაგაზე აი ვერ ვამბობ, ანუ შეიძლება არ არის ცივი არაღი. კაი, გიორგი, მნიშვნელოვან საკითხს უბრუნდებით, რა არის ცივი არაღი? კარაქიანი პური თუ გიყვარს ესეთი შეკითხვაც და აი ჩვენი headline ისე იყო, კარაქიანი. ნივთები მაქვს მოტანილი ისეთი, ახლა ცივი არაღზე ვსაუბრობთ, წეგან მე თქვი რომ უკვე სამეურნეო ინსტრუმენტებს ვარქმევ მეთქი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ რიგითი მოქალაქეს ცივი არაღი შეიძლება აღიქონდეს რაღაცა დიდი რაღაცა ხანჯალს და რაღაც ზიანის მისაყენებელი პირდაპირ დანიშნულებით ნივთს. აქ საუბარი არის, რომ კანონი რას არქმევს ცივი არაღს და დღეს სიტუაცია გვაქვს, რომ კანონი არქმევს ისეთ ნივთებს ცივი არაღს, რაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი არის. ყველა მოქალაქის ვერავინ ვერ მეტყვიოს, რომ აი ეს არის ყველას ეხება აბსოლუტურად. ყველას ეხება აბსოლუტურად და პრობლემაც უკვე შეეხო, იმიტომ რომ უამრავი მაგალითი არის მაგისი, რომ უამრავი ადამიანი დაჯარიმდა ისე, რომ მართლა რეალურად ან საყოფაცხოვრებოდ ჭირდებოდა, ან საქმიანობისთვის ჭირდებოდა. უამრავი მაგალითი არის მაგისი. კარგით, აბა
ნივთები რომ პრაქტიკაშიც გვანახეთ ეხლა რა. პრაქტიკაში ისევ და ისევ ესე ნაბიჯი მიყვები მაშინ ესე თუ დროს არ დაგართმევთ რომ სხვა საშუალება არ აქვს, სხვა ინსტრუმენტი არ აქვს, რა გავარკვიოთ და რა არ აქვს, რო გავარკვიოთ რა არის სიუიარაღი და რა არა. და მაგალითად ეს ახალ რეგლამენტამდე ესეთი დასკვნა გქონდა რომ სათამაშოდან არის რომ თავისი შინაარსით არ იყო ცივიარაღი, თავისი შინაარსით. ცივიარაღი არ იყო თუ დანა არ იყო შინაარსით? ცივიარაღი არის. ცივიარაღი. დანა რა არის მაგაზეც ხო, აი, ნახე, ცივიარაღის შინაარსის კანონში ხო წერია რომ დანიშნულება არისო მაგაზე მე დამიკარწერია რომ დანა. უყურე მაგაზე ვერ გცემენ პასუხს. მე გავლილი მაქვს ეგ საკითხი, ხშირად ყველა ექსპერტიზის დასკვნას რომ ნიშნავ ხოლმე კითხვას ვსვავ, განკუთვნილია თუ არა. ნასაუბრებიც ვარ და მაგის დადგენა ვერ ხდება. ანუ ეგეც როგორ რა ვთქვა. ხო, შეფასებითი გარემოება არის. ფუნქციო არის, ანუ არ მუშაობს ეგეც რომ განკუთვნილი არის თუ არ არის. შესაბამისად სხვა კრიტერიუმებით აფასებენ და ეს ამ შემთხვევაში უბრალოდ არ ვიცი, მაშინ იდეურად არ დაწერეს რომ ცივიარაღი იყო და მიზეზი რო ვერ მოიფიქრეს ხო დაწერეს რომ თავისი შინაარსით არ არის ცივიარაღი. ხო, განკუთვნილი არა სავარაუდოდ აი კანონის. ხო, შეიძლება მაგას გულისხმობდნენ. ხო და ახალი ბასრიც არ არის შეიძლება ხო? კი, გალესილი არის. ხო და მაგის შემდეგ ავტომატური არის. აი ხელი არ გა. და ეს არ არის ესე იგი არა. არა, ეს მე ვსაუბრობ რომ მანამდე რაც იყო. ეხლა ახალი რეგლამენტი რომ მიიღეს, მე ეხლა ეს მივიტანე ხელახლა. და ახალი რეგლამენტის შემდეგ ეს უკვე გახდა ცივიარაღი. ეხლა ეს ცივიარაღი, ეს რომ ცივიარაღი გახდა, მაგის შემდეგ ეხლა მე ვეძიები ნივთებს რა გახდა, ხელახლა მიწევს ამ ყველაფრის მიტანა და თანხის გადახდა. და მაგის შემდეგ უკვე დავიწყე ნივთების მიტანა. მაგალითად ეს არის დანა რომელიც არის საბუთში უწერია პირდაპირ დანიშნულებით რომ არის 3 წლის ბავშვს შეგვიძლია ვანდოთ. რომ 3 წლის ბავშვს რო ვასწავლოთ დანასთან ურთიერთობა რომ კარაკი წაისვას ან რაღაცა კიდრი გაჭრას. ეს არის თუ არა ცივიარაღი. ნორმალურ ქვეყნებში ესე არის. ეს მივიტანე და ნუ ამაზე დასკვნა ავიღე რომ ეს ცივიარაღი არის ამ შემთხვევაში. ანუ ნივთი რომელიც 3 წლის ბავშვს ანდობენ ეხლა ნორმალურ საზოგადოებაში ჩვენთან ცივიარაღი არის და თქვათ მანქანაში შეიძლება დააჯერმო. მივყვებით ნენელა. მივყვებით. მაგის მე შეიძლება გვეჩვენებოდეს და განსხვავებული აღქმები გქონდეს რა თქმა უნდა, მაგრამ მაგის მე ეხლა ეს რო ცივიარაღი არის რო გავარკვიე, მე უკვე დამინტერესდი მრავალფუნქციურებითაც ეხლა და სოფლიოში მთელი სოფლიო რო თანხდება, თქვათ ეს არის თუ არა ცივიარაღი, ეს ნივთი. ესეთი ნივთებზეც გადავედი. და აი ვიქტორინოქსები ეხლა აი სერგო თქვენი აღქმით ესენი არის უკვე ცივიარაღები თუ არ არის ეხლა? ნუ ახლანდელი რაღაც დეფინიციით უკვე ფიქრობ რომ არის. ხო, მაგამდე მივედით რა, ნუ ეს მთელი სოფლიოში ყველა თანხდება რომ ეს არის რაღაცა ინსტრუმენტი, ესეთი დამქონდა კიდევაც ადრე. ხო, აი რაღაც ძალიან ბევრი ადამიანს დააქვს ესე. ხანდაზმულია, ხო? ხო, ძალიან ბევრი ადამიანს დააქვს ეხლა ესეთი ნივთები რა და ალბათ რა ვიცი ჩვენს თუ გიყურებენ, იცოდეთ რომ დღესდღეობით ცივიარაღი არის ესეც და აი ესეც აი მრავალფუნქციურები რომელიც ვთქვათ ხელშიც კი ძნელად გიჭირებს და ძნელი გასახსნელი არის. გიორგი, მათ შორის ესეთი ასე ვთქვათ ხელსაწყოს საბარგულში რომ მედოს, ანუ აი ის ხელსაწყო პრაქტიკა ეგეთი არის, ანუ ეს თუ ცივიარაღი არის, მან დაღარა აქვს ხვაობა ეს დიდი ორლესული ხანჯალი არის, ვთქვათ ზიანის მისაყენებელი პირდაპირ თუ ეს არის კანონის მიხედვით ყველაფერი ცივიარაღია. გიორგი, ბრტყელ თუ ჩაი მულტი აი არის არის ქონიათ მაგასთან. კი ბატონო, ეხლა ამ მრავალფუნქციური სმერე ხო, ამას მაინც მრავალფუნქციური დანა ქვია, ხვდები? და მრავალფუნქციური დანა ქვია და დანა არის მაინც რაღაცა ფიგურებს რომ დანა არის. ამ შემთხვევაში ამას არსად არ ქვია მრავალფუნქციური დანა. შენ რა არის სერგო ეს რა? ნუ ეს არის ახლა ხელსაწყოა ხო? მრავალფუნქციური ხელსაწყოა. ხედავთ მაგალითად ანუ ადამიანები რომელიც რაღაც ყველგან იყიდება. ხელობით მუშაობენ ხო? ეს არის აუცილებელი ნივთი. აუცილებელი ნივთი ხელოსნისთვის. და დღეს ეს ცივიარაღი არის დასკვნა მაქვს მაგაზე და პრაქტიკა არის ბევრი ვიდეო გავრცელდა მაგაზე ხალხი დევს უკვე მოქალაქეების შეწუხებულები არიან რომ ინსტრუმენტებთან ერთად როუდევს ინსტრუმენტებთან ერთად იმ ინსტრუმენტების ყუთიდან ჩანთიდან ამოღებული არის მანქანაში ოღონდ მანქანაშია საუბარი და ინსტრუმენტების ყუთიდან არის ამოღებული და ექსპერტიზაზე გადაგზავნილი რომ აჯერიმები ეს უკვე მე მგონი მარაზმია აი კონკრეტულად მარაზმთან აქ ვიყავით მე კომიკურ სიტუაციამდე მივედით ახლა გავაგზელებ ამის მერე ახლა აქ რო ვიყავით მაგის მერე გადავწყვიტე რომ უკვე რა არის ცივიარაღი რო გავარკვიო და ნუ აი ყველაზე უნებელი ნივთი ავიღე რა ყველაზე ორი უნებელი ნივთი რომელზეც ყველას შეხება გვაქვს და ყველა ჩხუბობს რომ რაღაცა დანა მოგვეცთ ისეთი რომ გაჭერას ხო ეხლა კარაკის დანა არის ეს და ეს არის პომიდორის დანა აი პომიდორის დანა არის რომელსაც ხერხი აქვს ხო ჩვეულებრივი რომელიც ყველა ამას ხო უკვე მთელ მოსახლეობას აქვს შეხება და დღესდღეობით ზუსტად იგივე რეგულაცია ვრცელდება ამაზე რაც სხვა დანარჩენებზე ეს არის ცივიარაღი და იმ პრაქტიკით რომ საბარგულში აჯარიმებენ ესეც რო ავიღოთ საბარგულში შეიძლება ესეც ამაზეც დაგაჯარიმონ 500 ლარით
მოკლედ ეს უკვე კომიკური სიტუაცია არის. ჩვენ ძვირფას აუდიტორიას მიმართავ, ეს ალბათ კარგად გეცნობათ, ხო, ყველა თითოეული ჩვენთაგანის ოჯახში არის ესეთი ნივთი და თურმე ეს ნივთი აღმოჩნდა ცივი იარაღი. ახლა შეგვიძლია შენახვა, ხო? ხო, რა ვიცი, მეგობრებო, ჩვენ სამწუხაროდ უკვე ცოტა დრო აღარ გვჭება. ძალიან საინტერესო ეთერი ქონდა. მე მგონი, რა ვიცი, კიდევ უფრო ბევრი ბუნდოვნება შემოვიტანეთ, მე მგონი, ხო, მაგრამ ბევრ რაღაცაზე გავეცით პასუხი. ხო, ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია გაუზიარეთ. ჩემთვის ახლა ძალიან ბევრი რაღაცა იყო ასევე რა, სიახლე. კი. მაშინ კიდევ ერთ ბუნდოვანება შემოვიტან და მაგითი რომ დავამთავროთ. აი ეს კონკრეტული არ არის ცივი იარაღი. და მაგაზე თუ გინდა მე ხო, ნუ აი ეს უკვე აი როგორი ის ინტრიგა დაგვიტოვა. დასასრულს. ნახო მაინც ჩვენს მაყურებელს. ეს არ არის ცივი ეს არ არის ცივი იარაღი. ეს ცივი იარაღი არის. ნუ რასაც უნდათ იმას წერენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახალი რეგლამენტი რა არის ამაზე? ჩამკეტი არა აქვს. ანუ რასაც უნდათ იმას წერენ. ამას აქვს ჩამკეტი რო გითხო. ამას აქვს ჩამკეტი. რა ვიცი, მეგობრებო, თუ ამერიკის შემდეგ ადამიანებმა უცბად რაღაც ან საბარგულში ჩაიხედეს და აღმოაჩნდა და გაახსენდათ და ასე შემდეგ, ესე იგი ჩვენი საქმე შევასრულეთ სწორედ, ხო? რაღაც რისკს ავაცილეთ ადამიანები. ჩემ პოზიციასაც დასასრულსკენ გავაზიარებ. პირველ რიგში მადლობა გიორგი. მე მგონი ჯანსაღი დისკუსია და საუბარი ამ საკითხზე უმნიშვნელოვანესი არის, რომ რაღაც კონსენსუსამდე მივალთ აუცილებლად დარწმუნებული ვარ. დღევანდელი მიზანი მე მგონი მიღწეული იქნა, რომ რაღაც ადამიანებს მივაწვდინოთ ხმა, რომ თუ აქვს რაღაც ნივთები თან ამ საფრთხეს თავი არიდონ, ინფორმაცია მიიღონ. გიორგის პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანი არის და ან ზოგადად ხო ეს ხალხი ერთმანეთს ეკითხება და შეიძლება შეცდომაშიც კი შეყავთ. კი, ოღონდ ეს კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვათ, რომ ჩვენი გამოცდილება ეს. სიტუაციის კომიკურობა კიდე რო განვარტოთ და მე დავამთავროთ, ეხლა დატოვებული მაქვს კლიბი, საბეგვი და ცომის გასაბრწყელებელი და სანაყი. ცომის გასაბრწყელებელი. ცომის გასაბრწყელებელი. ხო, ნუ ეხლა ლოგიკა არის, რომ თავი შეიძლება ჩაარტყა ეხლა ცომის გასაბრწყელებელი. დღეს მახათი არ გვაქვს და მაგაზეც გაქვს ექსპერტიზის დასკვნა. მაგაზე მაქვს, რომ მახათი ცივი იარაღია, ჩამოგვართოს მახათი. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რა, ძალიან საინტერესო ესეც სახალისო და ექსპერტული საუბრისთვის. ჩვენ მაყურებელს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, რომ აი ესე ვხედავთ კომენტარებში, ვხედავთ ლაიქებში, ვხედავთ და ზოგადად ანუ იმ რეიტინგებში ვხედავთ. რო თემები საინტერესოა, კიდევ უფრო იაქტიურონ ჩვენო მაყურებლებმა და დაწერონ ის საინტერესო თემები, რომელიც მართლა საზოგადოებაში ტრიალებს და ბევრი კითხვა არის. ამიტომ მოკლედ ეს კონკრეტულად აი ხუთშაბათი, რომელიც ორგანიზდება DPT Consulting-ის მიერ, იქნება მუდმივად აი ესეთ საკითხებს შევეხებით, რომელიც მართლა საზოგადოებაში ტრიალებს. და ამ ცივი იარაღთან დაკავშირებით თუ ვინმე შეკითხვა აქვს, ან ჭირდება, მოგწეროს კომენტარი, ან პირადში მოგწეროს და შევეცდებით რომ დავეხმაროთ რჩევებით მაინც. ჩვენ კი დაგემშვიდობებით, ძვირფასო მეგობრებო, უკვე სამშაბათამდე შევხვდებით ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. ნახვამდის.